მკვლელობა ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა თეთრიწყაროს რაიონში კი ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა. ეს ფაქტები ბოლო 2 დღის განმავლობაში მოხდა და ის შემთხვევებია, რომელიც გასაჯაროვდა. სახალხო დამცველის აპარატი გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსთა ნაწილი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობას ეხება. ოფიციალური მონაცემებით კი გასულ წელს ოჯახში ძალადობის 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მოძალადეებს შორის კი მამაკაცები ჭარბობენ. გიორგი კობერიძე დეტალებით. 13 ივლისი თბილისი ფონიჭალა ქმარმა ცოლი მოკლა. 20 წლის მეუღლეს ყელისარეში დანის ჭრილობა მიაყენა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 12 ივლისი თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ხაიში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა. მათ ოჯახში სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. ეს პირი გარდაცვლილი სახლობლების ცნობით მსხვერპლის დაცვას ცდილობდა. ორივე შემთხვევის შემდეგ სამართალდამცველებმა ბრალდებულები დააკავეს. ფონიჭალაში მომხდარი შემთხვევაში მეუღლის მოკლამდე რამდენიმე საათით ადრე, როგორც გარდაცვლილი სახლობლები ყვებიან, მოძალადეს პოლიციაში ხელწერილი დააწერინეს. ოჯახური ძალადობის კიდევ რამდენიმე ფაქტის შემდეგ გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოს ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთა არც სამართალდამცავი უწყების და არც სასამართლოს მხრიდან სათანადოდ არ ხდება. ყველა შემთხვევაში გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც არის შემაკავებელი ორდერი და არამც ხელწერილი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ასევე მნიშვნელოვანია უკიდურესად აუცილებელია სოციალური მუშაკები ჩაერთნონ ოჯახში ძალადობის შესწავლის პროცესებში. თითქმის ყველა შემთხვევაში მსხვერპლი, რომელიც უბრალოდ მოძალადე, რომელიც პოლიციის მხრიდან არის გაფრთხილებული, ხელწერილით თუ ასე შემდეგ ბრუნდება ოჯახში და იმ ღამეს კლავს იმ მსხვერპლს, რომელიც წინა დღეს სცემა. მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გენდერული სტერეოტიპებით მოტივირებული დანაშაულებები ამ ქვეყნისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. პოლიტიკოსების ნაწილი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმად კანონმდებლობის გამკაცრებას მიიჩნევს. სწორედ ამ მიზნით გენდერული ნიშნით მკვლელობის, როგორც დამამძიმებელ გარემოებად აღიარებაზე თამარ ხიდაშელის თანაავტორობით პროექტის მომზადდა, თუმცა პარლამენტის მხოლოდ 48 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. პოლიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ეს პრობლემა ძალიან მწვავედ არსებობს საქართველოში, საზოგადოებაში, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი პროექტის განხილვის დროს საქართველოს პარლამენტის დიდმა ნაწილმა დაგვანახა, რომ ისინი არ აღიარებენ ამ პრობლემის არსებობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართალდამცავთა საქმე. გვაქვს სტრატეგია ძალადობასთან ბრძოლის და რა თქმა უნდა, ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობა არის ერთ-ერთი ის გამოწვევა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც არაერთი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა ეს ქმედებები, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, არასაკმარისია და ამ მიზნით ბრძოლა გაგრძელდება. 10-ჯერ გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი და 2-ჯერ გაიზარდა პასუხისგებაში მიცემის საქმეების გამოძიების მაჩვენებელი. ბრძოლა მოძალადეებთან ოჯახში იქნება უკომპრომისო შემდეგი წლების განმავლობაშიც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს ოჯახში ძალადობის 3764 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1208 ფიზიკური, ხოლო 2556 ფსიქოლოგიური სახის ძალადობა იყო. ამავე მონაცემების მიხედვით მოძალადეებს შორის ჭარბობდნენ მამაკაცები და მათი რაოდენობა მოძალადე ქალების რაოდენობას თითქმის 13-ჯერ აღემატებოდა.